ლევან ასათიანი. სადესანტო მოიერიშე ბატალიონის მეთაური. რაზა ჩადუნე. ზედმეტ სახეს უძახიან წნევა. პირველი წელი არის ძამძნელი, თორე დარჩენ მე მიდის თვითონის მიდის დოლაუ თუ არ მოხსნია მიდიხარ სიცილია და ეს ეგრე ვიყავით ყველა ახლა გამოცდილებულები და საფრთხეები არავინ არ ვიყავით. ამუკან ავდარაშვილი ბატალიონი ორბის მეთაურის მოადგილე. რაც უნდა მოხდარიყო ალბათ მოხდა რა უყარ ეგრე ინება და მოვახერხეთ როგორც იქნა მართალია სისხლის ფასად მაგრამ აღვადგინეთ მაინც რა ის ტერიტორიები და ყველა დავალება რაც ქონდა დაგეგმილი ზემოდან იმას ვასრულებთ. Jalamberize, Gocha ზედმეტ სახელი ციფო. სადესანტო მოიერიშე ბატალიონის შემდეგი უცევლის წევრი. ნუ ავი ეხლა იმ წუთში იმას ფიქრობდი რომ წინწავთულიყავი და ბიჭები არ დამჭროდა და ეხლა მის მერე გავიდა ამდენი წელი გავიდა. იმ წუთში სხვა შეგრძნება იყო ეს თქოს იყო თუ წინ და აბა ძმებოდა აბა ბიჭები, ვინც თხრების წუნას გადაურჩა დღეს, საბედისწერო დღეებიდან 28 წლის შემდეგ, ისევ გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და ისევ ერთად გაიხსენეს ტამიშის სისხლიანი დესანტის ისტორია. ისტორია, რომელიც დღემდე დაუსრულებელი ომის მოგებული ბრძოლების მიმდინარეობას ინახავს. არ მისურია, შევიტყვე. არ მისურია. 1993 წელი 2 ივლისი დილის 5 საათი. ორი რუსული საზღვაო ხომალდი შემოდის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და უახლოვდება აფხაზეთის მონაკვეთის სანაპიროს სოფელ ტამიშის მიმდებარედ. ამ დროს მოქმედებს მაისის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ქართული დანაყოფები სანაპირო ზოლს ფაქტიურად არ აკონტროლებენ. ისინი სოფლებში ტამიში, ლაბრა და ზემო კანდიხში არიან განლაგებულები. დუშეთის ბატალიონი, ავაზა და შავნაბადა. სადესანტო ოპერაცია რუსების მოწყობილი იყო და დაიწყო გამთენიისას 2 ივლისს. ყოველ მოულოდნელი ვითარება იყო ეს ჩვენი ჯარებისთვის, განლაგებული შეერაღებული ძალებისთვის. მაგ მიმართულების რეზერვში ვიმყოფებოდი ჩვენ ცალკე განლაგებულები, სადაც დესანტი გადმოსხეს იმ ადგილას, ეს იყო სოფელი ნაოჭი. მან დირგა ბატალიონი ავაზა და პირველი დათმა მიიღო ამ ბატალიონს. ფაქტობრივად დათმა კი არ მიიღო, ეს იყო ძინარე ხალხი დახოცეს. რუსებმა. ისინი დესანტი გადმოვიდა, იყო ეგრეთ წოდებული გრუპა ვიქტორია, სადესანტო მოიერიშე ჯგუფი ვიქტორია, რომელმაც შემოვიდნენ ტერიტორია დაიკავეს, გაწიეს ფრონტის სიგანეზე და სიღრმეში შევიდნენ ლაბრამდე. ანალოგიურად უკვე თან ამასთან ერთად ყვარჩელის მხრიდან ცეცხლი ჰქონდა ლაბრას გახსნილი და ისინი უკნიდან მძინარე ხალხზე პრინციპში, რომ ავაზის ბაზა იყო მშვიდობიან მწვანე ზოლში, ესე რომ ვთქვათ, და იმას ზურგიდან დაეცდნენ და თითქმის დვინც ისვენებდა. იქ სულ ყველა მოკლეს. 8 საათზე მივიღე მე შეტყობინება. იმის შესახებ, რომ მისულიყავი მიმართულების შტაბში სასწრაფოდ. მივედი და იქ შემატყობინეს ეს ვითარება, რომელიც ახლა აგიხსენე. მეორე დათმა მიიღო შავნაბადამ და საარტილერიო პოლკმა. ამ საარტილერიო პოლკი იყო ზუსტად აი იმ ტრავერსში, დესანტის ტრავერსში, სადაც იდგა ეს თითელაშვილის ავაზა. და
და მეორე დარტყმა მიიღო აი ამ მეტაურის დაიღუპა იქა და მესამე დარტყმა მიიღო უკვე შავნაბადამ, როდესაც პირველმა გაიგო შავნაბადა ჩვენზე ადრე გაიგეს შეატყობინეს და საბრძოლო მანქანა ეგ წოდებული BTR 80 და საპირთო მანქანით მივიდნენ აი ამ დესანტის, სადაც იყო ეს დარტყმა მიყენებული ნაოჭის. ისინიც ჩახოცეს, ისინიც ააფეთქეს, მოკლედ ცუდი დღე აღარეს. გადმოსეს პოზიციიდან შავნაბადის ბატალიონმა, რომ არის სროლები, ყავს დაჭრილები და გვინდა სამედიცინო დახმარება. ჩვენ გვეგონა რომ თავიდან უბრალოდ შეტევა იყო რა, იქ ტყვარჩელის მხრიდან. ცოტა ხანში ისევ გადმოსეს, რომ ექიმები გამოგვიგზავნეთ, გვჭირდება დაჭრილები ყავს, დაღუპული ყავს და მაშინ მივხვდით, რომ უკვე ვერ იყო საქმე თლათ ეგრე. მოულოდნელობის ეფექტმა დროებითი შედეგი გამოიღო. რუსებმა დამხმარე ჩრდილოკავკასიურ და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად პლაცდარმი მოამზადეს და დაიწყო შეტევა ანუარხოს სიმაღლის დასაკავებლად. პირველი მცდელობა მათთვის წარმატებული აღმოჩნდა. ეს იყო ტაქტიკური მნიშვნელობის წერტილი. როგორც მოწინააღმდეგისთვის, აგრეთვე ჩვენთვის. და პირველი დავალება მივიღეს ზუსტად ანუარხოს დაბრუნებაზე. ჩვენ რამდენისას მეტაურის ბრძანება მივიღეთ, მივდიოდით ანუარხოზე. და ამ დროს ამოვყავით დესანტის შეხვდით პირისპირ. შევეჭეხეთ პირისპირ. 18 ბიჭი დაგვიჭრეს, დაღუპით არავინ არ დაგვიპია. პრინციპში ჩვენი მიღებული ამოცანა ბოლომდე შევასრულეთ. და ანუარხოზე როგორც კი დაიგეგმა ოპერაცია, ეს უკვე მეორე დღე იყო თუ მესამე, ზუსტად აღარ მახსოვს რა, ვერ გეტყვი. ალყაში იყვნენ ერთ-ერთი შავნაბადა იყო ბატალიონი, რომელიც ალყაში იყო და ის პაჩკა გაუკეთეთ და გავანთავისუფლეთ რა, გაუხსენით გზა. აი ვომოვდით რა, ახლა ამით ვერ აგიხსნი ასე რა. შეტევა იყო განვახორციელეთ ძალიან მოულოდნელად, ფარულად, ანუარხომდე ფარულად მივედით, გავიშალეთ და ერთბაშად. აი როგორ გითხრათ, შტურმი გავაკეთეთ ძალიან მაღალ სიჩქარეზე, ეგრევე დატოვეს პოზიცია. ეგრევე ავიღეთ მომენტალურად. დავებრუნეთ. პირველ მძიმე დარტყმებს მოყვა პირველი სერიოზული გამარჯვება, თუმცა გადაღლის მიუხედავად დრო არ ითმენდა. საჭირო იყო შემდეგი მოქმედება. უკვე მივიღებ ბრძანება, რომ კობა დიასამიძის მეტაურობით იყო ქვედანაყოფი, ეგეც ავაზა იყო, მაგრამ სხვა ავაზა არ არის. სხვა ერი ავაზა არა, შავი ავაზა. რო კობა დიასამიძეს უჭირს და დაეხმარე. ეგ იყო ნაოჭის მიმართულებით მოძრაო. ნუ დაუკავშირე მე კობას რაციით. და დავედი შეხვედრაზე მასთან, რომ ერთობლივად გავაკეთებინა ეს შეტევა უკვე ნაოჭის მიმართულებით. არ დამხდა კობა და მომიწია მარტო გასვლა ნაოჭისკენ. აი იქ უკვე მეორე ბრძოლა იყო. დილიდან უკვე წავიდა გააფხრებული ომები. არც დღე და არც ღამე არ ვქონდა მოსასვენებელი და დასამძინებელი გამოდიოდი, რომ თქვა წამალი აგვეღოთ და შევსულიყავით ისე. ბრძოლაში. უკვე ჩამბული იყვნენ ომში ავაზა, ისეთ დუშეთის ბატალიონი, თელავის ბატალიონი, რომელიც ეგენი აი პროსტო ისეთნაირად მოხდა, რომ აი ნახევარი უკვე დაღუპულები იყვნენ რა. და ჩვენ საომარ მოქმედებაში ვიყავით, აი წინა ხაზზე ვიყავით სულ რა. და საომარ აი პირისპირ მოგვიწია ბრძოლა რა, პირველი 3-4 საათი აი პირისპირ მოგვიწია ბრძოლა. რუსების ასეული იყო. ზუსტად ეს ასეული გავანადგურეთ. აბსოლუტურად გავანადგურეთ რა.
ეს იყო დარტყმა ფრონტალური და ფლანგური. შემოვლაზე ერთი ოცეული იყო ჩემგან გაშვებული მარჯვენა ფლანგიდან და აი რუსული გესნაირი ფორმა მიიღო ასე ვთქვათ წინა ხაზმა ჩვენ და მოწინააღმდეგეს შორის ანუ შეხების ერთი ხაზს გულისხმობ და იყო წინადადება რომ დანებებული იყვნენ და ჩაებარებინათ იარაღი და შევკიდი რომ თავის სამშობლოზე რუსეთში შვიდობით გაუშვებდი ოღონდ დანებდნენ ამაზე იყო საპასუხო ცეცხლი. ახლა ურთიერთსროლა დაიწყო, მაშინ артиლერიას დაუკავშირდი მეთაურს და კოორდინატებიც მივეცი. ზალა, რო თქვათ, ძალებიც აღარ იყო, ჩათვალეთ, რომ ორი ბატალიონი ფაქტიურად აღარ იყო. და ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდა შავნაბადასაც. წამოგვეწივნენ იქ უკვე მაგ პოზიციებზე წამოგვეწივნენ ავღანელთა ბატალიონი ჯანიაშვილის მეთაურობით გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით ჩვენ უკვე ძალა აღარ გქონდა დაღლილები ვიყავით ოთხოვე გურამის რომ გაწმენდა გაეკეთებინა აი წინა ხაზის იქით თუ რამე დარჩენილია ნარდაულია თუ რაც არის იარაღი ყველაფერი აეკრიფათ ჩვენ ამის თავი არ გქონდა უპირატესობის ბერკეტი აშკარად ქართული დანაყოფების მხარეს იხლებოდა. ტამიშის ბრძოლების დამთავრებამდე დარჩენილი იყო კიდევ ერთი დაპირისპირება. ძალამოკრებილმა ქართულმა დანაყოფებმა სოფელ ნაოჭის გასათავისუფლებლად სარკინიგზო და საავტომობილო გზიდან ერთიანად შეუტიეს. იყო წინააღმდეგობაც, შეფერხებაც, თუმცა მომხანწველი ბრძოლების დასასრული ახლოს იყო. სოფელში შესულ მებრძოლებს სარდაფებში დამალული ადგილობრივები დახვდნენ. გამოვიდნენ ხალხი სავსე იყო სოფელი თურმე დამალულები შეშინებულები გამოცვიდნენ თხოვეს რომ გაგვიყვანე აქედან სადღაც 70 მოსახლე იყო ჩარჩენილი 70-მდე ხალხი გამოვიყვანეთ მაცხოვრებლები ისე სროლები ქონდა ჩვენმა პულემიოტჩიკებმა კარგად იმუშავეს მერე კი იცით რო შემოვიდნენ ოჩამჩირის მხრიდან მერე ძალა დაგვემატა რამოდენიმე დღე გაგრძელდა ეს საომარი მოქმედება, რომელიც ნამდვილად მე მეამაყება ორივის რომ ნამდვილად ვიომეთ და იქ ნამყოფი ბიჭები, ვინც აი საბრძოლო მოქმედებაში იყო ჩართულები, ყველა არც ეს რო ზურგი არ უჩვენებია და წინახავზე იყო სულ ყველა რა. ოჩამჩირის მხრიდანაც მოაწვა ქართული ჯარი, ჩვენ აქედან კინდისხში ვიდექით, გავიყავით გამაგრებო და კინდის მხრიდან ვაწვებოდით. ბოლო მოხდა შეერთება ქართული ჯარის და ფრონტის ხაზი აიწია ისევ გავწიეთ ლაბრამდე და გადავიტანეთ ტყვარჩელის მიმართულებით რა. 9 დღიანი სასტიკი ბრძოლები დასრულდა. სახელები და გვარები, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, მხოლოდ ნაწილია იმ 300 გმირის, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად სოხუმის დაცემა დროებით შეაჩერა. ომი კი ჯერ არ დასრულებულა. დღესაც საომარი მოქმედება რო იყო საფხაზეთში, აი სულ და გულწავალ და აი კიდევ ვიომებდი, აი მაგრამ თუ შერიგება იქნებოდა და სხვანაირად იმასაც მივესალმე, იმიტომ რომ აფხაზეთთან ჩვენ აფხაზი ბრძალი ყავს თანამებრძოლის მეუღლე არის აფხაზი და იმისი ოჯახი ჩამოყავდა კურნალობდა იმაში ვერ დავეხმარეთ აფხაზებს რა დაჟე ნაომარ ბიჭებიც იყვნენ რომელიც ჩამოვიდნენ აქ და ვეხმარებოდით მაგას რა